ისევ ორი სხვადასხვა სტილის დაპირისპირება გვაქვს დღეს სამბოსი და კინგბოქსინგის. ნახოთ რომლის გეგმა უფრო ძლიერი იქნება დღეს. რატომღაც გეგმების დღე გვაქვს? კი. ჩემი აზრით იდეალურად შესრულებული გეგმა არის აწინარი ყოველი გამარჯვება. ყოველთვის. ახლა პირველ რიგში პატივისცემა მიესალმეთ ბიჭები ერთმანეთს. მარცხენა დგომში დგას ჟვანია. ცენტრი აიღო. და იქ კარგად მოძრაობს, რადგან ალბერტი წინა ფეხის მაღლა აპირებს დადგომას, რომ მისი ყოველი ძლიერი დარტყმა გავიდეს პირდაპირით. და მშვენივრად მოძრაობს. არ ჩქარობენ ბიჭები. თუმცა აი ხო ძალიან მაგარი აიკიდა და ფეხში შევიდა დააზიანა ამ დარტყმამ. აიძულა ჟვანიამ რომ ფეხში შემოსულიყო ალბერტი. გრიგორიანი აი ხა გალიასთან მიდის პოზიციური მუშაობა. კლინჩი, თუმცა ეხლა არაფერი არ ხდება კლინჩი. ცდილობენ მებრძოლები რომ გაცვალონ დარტყმები. ძალიან კარგი ლივერი. აი ხა ვერცა აქცია და ბუხლი. ეს თითქოს და ხელი ედო კი. კარგად აკონტროლებს. კარგად იცავს ფეხებს. გიორგი ჟვანია შეიძლება ეხა მახჩობელა. ძალიან ბრუტალურად დაიწყო დღევანდელი ჩხუბი. ცდილობს გრიგორიანი მაქსიმალურად ცდილობს რომ უნდა ამდგარიყო მაინც მე ვფიქრობ რომ ჟვანია უნდა გამოსულიყო გრიგორიანის ჭიდაობიდან და გაქცეულიყო და დგომში გადაეყვანა. ეხა შეიძლება ჩაიყვანოს გრიგორიანმა და კი გამოსდის ეს გამოსდის სამწუხაროდ კარგად დაიცვა თავი. ეხლა გადავიდა უფრო გრიგორიანის პოზიციაში საქმე. გარჩია ფულ გარჩია. ეხა იდაყვი შეიძლება 12-6-ით შეიძლება ლუკა იმუშაოს ეხა ჟვანიამ. თუმცა შებოჭვას ცდილობს რატომღაც. კი მაქსიმალურად ცდილობს რომ ნაკლები დარტყმა მიიღოს. რადგან ალბათ თვითონაც იცის მისი უპირატესობა რომ ფეხზია. საინტერესო იყო გრიგორიანმა მიიღო თუ არა დარტყმა ჰაიკიკი ეგრევე ფეხში შევარდა და თითქოს არა დაზიანება მე ვნახე დაზიანება თვალები და მოძრაობაც მიუთითებდა იმაზე რომ ეს დაზიანება იყო. იმიტომ არ იყო ეფექტური ალბათ მისი ფეხში შესვლა. ეხლა მიდის პოზიციაზე ბრძოლა. პოზიციაზე ბრძოლა შეიძლება კიდევაც ააყენოს რეფერიმ, რომ აქტიურობა არ გვაქვს. არანაირი ground and pound-ი, არანაირი submission ცდილობა. ცდილობს გიორგი ჟვანია თუმცა და დაყვებით. აი ხა გასვიპა. ბრავო, ძალიან კარგი პოზიცია შეიძლება full mount-ი. იდაყვებით შეიძლება ეხლა მარცხენა მიდაყვინდა გამოაძროს როგორღაც შვანიამ და შეიძლება ახლა ძალიან კარგი ორიანი. ისეთი მოულოდნელი იყო და კაპი გაძვრა გრიგორიანს. შეუძლია ახლა გააგრძელოს, შეუძლია გააგრძელოს ხა. რეალნეკი ჩოუკის პოზიცია იყო, თუმცა არ უნდა ჩამოვარდეს ხა ჟვანია საკმაოდ დიდი სიგრძე აქვს და კარგად იჭერს პოზიციას. გრიგორიანი ცდილობს რომ მისი ხელი დაიჭიროს. მაგრამ რატო არ ცდილობს რომ დაბერტყოს ესე ვთქვათ? აი ეს ეხლა დაიწყო კი თითქოს და მომისვინა მართლაც. თუმცა კარგად მუშაობს. ჟვანიას იდეალურად აქვს წელზე ჩამოვარდება ეხლა. ნუ კარგად დაიცვა რამოდენიმე ჩამოფერთვის მცდელობა. ჟვანიამ კარგი სვიპი იყო, ეხლა შეიძლება კი სულ მდგომარეობაში ჩავარდეს, თუმცა აი ხა კარგი იდეალურად იდაყვი, კარგად წავიდა. მიზანს მიაღწია, ასე ვთქვათ. ეხლა აქ მომენტი რომ წამოდგეს და ეგრეც არის. ბრავო, კარგად არის მომზადებული. ისევ გდება იდეალური. ჟვანია თითქოს და გრეპლინგის მატჩისთვისაა მომზადებული. ბრავო, სტრაიკერმა კაცმა შესანიშნავი ძიუდო უჩიმატა ფროუ გვაჩვენა. და კისრის სამკუთხედზე ცდილობს ჟვანია თითქოს და ეხლა ჰაიელბო გილიოტინა შეიძლება, მაგრამ უნდა გამოვიდეს და მოისროლა. შესანიშნავია ეხლა. და კი, აი ამ გეგმას უნდა დაუბრუნდეს ჟვანია აუცილებლად. ჟვანია სამყაროში კეთილი იყოს შენი მოგზაურობა. შვენიერი მარცხენა ჰუკი. ისევ ჭიდაობას ცდილობს გრიგორიანიდან. თუმცა შორიდან იყო ეს ნანახი. თუმცა
თითქოს დაბლ ლეგი აიღო. ძალიან ადრეანა ხა ეს ტეიქდაუნი და მაინც თავისი გააკეთა. შეიძლებოდა ეხლა ცოტა ტანის დატვირთვაც. ეხლა ადამიანი ჩაირთო, მაინც ფიქრობ რომ აი ხლა ნინჯა ჩოუკი ნეკრანკზე გადავიდა. ძალიან რთული უნდა დაკეთოს უკეთეს სამყაროს. პოზიტიურად დაასრულა. ბრავო, იდეალური პირველი რაუნდი. ძალიან სანახაობრივი პირველი რაუნდი. ბრავო. ორივე მებრძოლს ბრავო მართლაც რომ ძალიან უცნაური იყო. თითქოს და ჟორჟოლიანი გრეპლინგისთვის არის თავიდან ბოლომდე მზად. აი ეს ჰედ-კიკი, რომელიც აი როგორც ვამბობდი, ზუსტად გავიდა და დაზიანება მიიღო. აი ხლა რა კარგად გაძრა. ჩემგან არ ჩანდა სამწუხაროდ, თუმცა ისე შევიდა, შებარბაცდა ესე რომ გრიგორიანი აშკარად ვიგზენი რომ რაღაც ვიგზე ვერ ქონდა. აი ხლა ძალიან კარგი რაუნდი მოუგია ჩვენა. გიორგი ჟვანია და უჩინარდა. ბრავო. უმატებს თავის კილებს. ამ ბიჭს დიდი ხანია უყურებ, დიდი ხანია ვაკვირდები და მე მიხარია რომ ესე კარგად არის გაზრდილი, კარგად არის მომზადებული, ეს არის მისი გუნდის დამსახურება და რეკორდიც მეტყოლებს 3-0-ზე იმედია რეკორდი. მაყურებელი არ გვიწყენს რომ ქართულ მებრძოლს გულ შემატკივროთ. ჩვენ გულ შემატკივროთ აბსოლუტურად სპორტს, აბსოლუტურად ყველა მებრძოლს. თუმცა არის რაღაც მომენტები, როდესაც რაღაც შენია და უფრო მეტად თუმცა რასაკვირველია ღირსეულმა გაიმარჯვოს, არ დაუკარგავთ გრიგორიანს შესანიშნავ მცდელობებს. გრიგორიანი არის 18 წლის, ჟვანი არის 19 წლის, მოკლედ ახალგაზრდა. ასაკში დიდი განსხვავება არ გვაქვს. ახალგაზრდა ორი მებრძოლი, ძალიან ძლიერი. ცოტა დაღლილი მეჩვენება მეორე რაუნდში გრიგორიანი. რასაც ჟვანიაზე ძალიან კარგი ლოუ. და ეს მარცხენა ჰუკი ყველა ჯერზე კარგად ამოკეტა მხრები. შეიძლება და ჩამოფერთხო და შემოუარა. აი ხო ძალიან კარგი მარცხენა ხმა ვიგრძე, ხმა გავიგე. თითქოს დარტყმა მეც ვიგზელია ესეთი. ჟვანიას ჰუკები ძალიან დაფარული და ლამაზია. ანუ გილიოტინას, უფრო ნელსონს ურჩევდი, ახლა შეიძლება კიმურად დატოვილია გრიგორიას ახლა. თუმცა მეორე ფეხის შემოხვევაა საჭირო. შეიძლება, თუმცა იგზნო გრიგორიანმა და ახლა მოხლე არ შეიძლება დამიწებულ მებრძოლზე გრიგორიანი თითქოს აგზავნ. დარტყმას აჩვენებდა ახლა შემოტრიალდა სიტუაცია. ძალიან ძლიერი, ძალიან დრამატული ბრძოლა. ვერ გაიგებ რა შეიძლება მოხდეს. მე მგონი ახლა იდაყვი მოარტყა. ჟვანია ისევ წინ პირველ ნომრად, ახლა ძალიან კარგი. ფეიკი იყო თუმცა ძალიან ლამაზი ტეიქდაუნი დაბლ ლეგზე. კარგად ისმის ჟვანია კუთხის. მითითებს და ახლა ზურგი არ უნდა მისცეს. არაფრით არ შეიძლება ახლა. უნდა გამოიტანოს. ფეხი უნდა გამოიტანოს, როგორღაც უნდა გაახსნევინოს ფეხები და დაბლოკოს ხელი. ძალიან კარგ პოზიციაშია გრიგორიანი ახლა. ძალიან კარგ პოზიციაშია და გძნობს გრეპლინგს. ახლა ჩამოვარდა. ზუსტად იმას ვამბობდი თოფლიანი. კანი მეორე რაუნდში გრეპლინგი არ მუშაობს და ნამდვილად ესე მოხდა. თუმცა ძალიან მძიმე მუხლი გაატარა ახლა გრიგორიანმა. ძალიან კარგი მარჯვენა იდაყვი. კონტროლი და იდაყვი შეიძლება ისე მარცხენა მუხლის დარტყმა ძალიან კარგად არის გახსნილი კორპუსი. მუხლი შეიძლება ახლა არა ფულ მაუნტს გადავიდეს და გამოსდის კიდეც. გადავიდა. შეიძლება ახლა ყველაფერი დასრულდეს. Ground and pound იმე. და გრიგორიანიც პასუხობს ქვემოდან. ეს რა ხდება მეგობრებო GFC-ის ოქტაგონში? ბრავო. ეს არის ნამდვილი მეინ კარტზე შეიტან ჩაულებრივად. აუცილებლად. კიდე ვიხილავდი ამ ბიჭებს ჩვენს არენაზე. და გრიგორიანს თითქოს და საერთოდ არ გამოსდის მე ადგომა, რადგან ჟვანიამ შვენივრად ზის მაუნტში და თავის დარტყმებს არ გადაკონტროლებს თავით და იყენებს თავის სიმაღლეს და შეიძლება იდაყო. და პირდაპირები. ბრავო ეს. და ეს უნდა გააჩეროს ეხა რეფერი. და გააჩერა. დასრულდა ეს რა. ეს ჟვანიას გამარჯვება. TKO. Ladies and gentlemen. TKO. მადლობა ორივე მებრძოლს. ძალიან ემოციური ჩხუბისთვის. ბრავო. GFC-ის მაყურებელი
ახლა ბედნიერია დარწმუნებული ვარ. გიორგი ესეთი მაგარი ორი შვანია, ახალგაზრდა. მეგობრებო. ბრავო, ესეთი ძალიან შესანიშნავი, სისხლიანი, დრამატული, დაწაბული ბრძოლის მომსწრენი გავხდით. ბრავო, ორივე მებრძოლს მართლა. გრიგორიანს ძალიან კარგი მომენტები ჰქონდა, თუმცა ჟვანიამ ეს ყველა მომენტი მის სასიკეთოდ გამოიყენა. ბრავო. ბრავო, იდეალური TKO. მეორე რაუნდი ძალიან კარგი ჩხუბი იყო და მადლობა მინდა მე უთხრა, მაინტერესებს რომ ესეთი თაობა მოდის. რამდენი წამი თუ წუთი იყო დარჩენილი, თითქოს რაუნდი დასრულების პირას მომეჩვენა. ბრავო გრიგორიანს, ბრავო ბიჭებს. რეფერის რამოდენიმე დარტყმით ადრე შეეძლო შეძლო გაეჩერებინა. მძიმე გრაუნდის ფაული იყო. თუმცა კარგია რომ მისცა გრიგორიანს უფლება და შანსი. by TKO, Georgi Schwan!